პოლიფონიური საზოგადოების მიერ დაარსებული კვარტეტის ებრაელი და არაბი მუსიკოსები ახლა ნიუ-იორკში მართავენ კონცერტებს. მევიოლინებს რევიტალ ბენდერსკის და შირ ჩაიას ისრაელიდან პალესტინელი ქრისტიანი და მუსლიმი მუსიკოსები უწევენ პარტნიორობას. კვარტეტი 2006 წელს ნაზარეთის სკოლაში დაარსდა. ჯგუფის ხელმძღვანელის ნაბილ აბუდ აშკარის თქმით, ის არაბი ბავშვებისთვის კლასიკური მუსიკის გაცნობას ისახავს მიზნად. არაბ ბავშვებს არასდროს ჰქონიათ შესაძლებლობა კლასიკური მუსიკა ესწავლათ. სწორედ ეს ტენდენცია შევცვალეთ და ყველას დავანახეთ, რომ არაბმა ბავშვმა სრულიად შესაძლებელია კლასიკური მუსიკა პროფესიულ დონეზე შეასრულოს. სკოლა კიდევ უფრო განვითარდა და მეტ წარმატებას მიაღწია, როცა ძირითადად ისრაელელი ებრაელები თელ-ავივიდან 2 საათის მანძილზე აქ პედაგოგებად ჩამოდიოდნენ. შეიქმნა კვარტეტი და დაიწყო მუსიკალური განათლების ერთდროულად. არაბი და ებრაელი ბავშვებისთვის გაზიარება. ამ დაკვრამ აზროვნება შემიცვალა. ის თუ როგორ აღვიქვამ ადამიანებს, ან როგორ აღვიქვამენ მე. არასდროს მეგონა, რომ ებრაელ მეგობრებს შევიძენდი. მონაწილეები ამბობენ, რომ ახლა საგნებს სხვანაირად უყურებენ. რეპეტიციებისას ერთმანეთს ვიცნობთ, გაგვიჩნდა მეტი ურთიერთმდობა და მხარდაჭერასაც ვგრძნობთ. ახლა თითქოს ოჯახური გუნდი ვართ, მუსიკალური კოლექტივი. ნიუ-იორკში ერთ-ერთი კონცერტისას მოცარტის ნაწარმოები შესრულდა. მსმენელებს შორის თანადამფუძნებლები კრეგ და დებორა კოგუტები იყვნენ. სწორედ მათმა ფინანსურმა მხარდაჭერამ პროგრამა 130 ადამიანამდე მიიტანა. წელს კი პოლიფონიური კვარტეტის მუსიკალური განათლების პროგრამებში 10,000-მდე ებრაელი და არაბი ბავშვი ჩაერთვება. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.